მოგესალმებით, დღეიდან თბილისში i-ტექნიკის ქსელში უკვე iPhone 4S გამოჩნდა, რომლის ფასიც ქართულ ბაზარზე 4999 ლარი იქნება და რომელიც პრეზენტაციიდან ორ კვირაში მთელი მსოფლიოს გარშემო უკვე 6 მილიონი ეგზემპლარით გაიყიდა. ეს სტივ ჯობსის უკანასკნელი ქმნილებაა, რომელზეც ის ბოლო დღეებამდე მუშაობდა. ეს ფაქტორიც უდავოდ იქნება ერთ-ერთი სტიმული თბილისელი მომხმარებლისთვის ამ ტელეფონში მაღალი ფასის გადასახდელად. ეს არის iPhone-ის ბოლო მოდელი, რომელიც უკვე ჩვენ შემოვიტანეთ. ახალი iPhone 4S უკვე საქართველოშია. Apple-ის smartphone-ის შეძენა ქართულ მომხმარებელს ყოველგვარი რიგებისა და წინასწარი ჩაწერის გარეშე შეუძლია. კომპანია i-ტექნიკი პირველი აღმოჩნდა, რომელმაც ბევრისათვის საოცნებო ტელეფონი ქართულ ბაზარზე შემოიტანა. დღევანდელ დღეს iPhone-ის მაღაზიაში ადვილად ადამიანი iPhone-ს ევროპაში, ამერიკაში ვერ ყიდულობს, ღამე იწყებენ რიგს, ფეხზეც განან ჭამენ, სვამენ, პატარა კარვებიც კი აქვთ გაშლილი, რომ იყიდონ და როგორმე ერთი ცალი მაინც ჩაიგდონ ხელში. ეს არის უზომოდ რთული მისაღწევები, ჩვენ დღეს ამას მივახციეთ. ვიზუალურად ახალი iPhone-ი წინა მოდელისგან არაფრით განსხვავდება, თუმცა მთავარი მისი ფუნქციებია. პროგრამა Siri, რომელმაც ტექნოლოგიური გარღვევა მოახდინა მობილური სფეროში, შეგვიძლია მას დავალაპარაკოთ ჩვენ. კითხოთ ამჟამად თბილისის დრო. What time is it in Tbilisi now? The time is 10:40 a.m. და მან გვანახა თბილისის დრო. ახალი iPhone-ი ქართულად ჯერ ვერ საუბრობს. სამაგიეროდ ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულად ინფორმაციასაც და გაგეხუმრებათ კიდეც. ორბირთვიანი პროცესორი, ინტერნეტის გაორმაგებული სიჩქარე, 8 მეგაპიქსელიანი ფოტოკამერა და მაღალი გარჩევადობის ვიდეო კამერა. ეს iPhone 4S-ის ახალი მახასიათებლებია. ტელეფონს შეუძლია ქალაქში მეგობარიც მოგიძებნოთ. ადრე თუ ხმარობდით ერთ თითს, ახლა შეგვიძლია 5-ვე თითი ვიხმაროთ, გავშალოთ ეკრანი, დავხუროთ და ყველაფერი აქ ასევე დაემატა iCloud-ი. ეს iCloud-ი ნიშნავს ვირტუალურ სერვერთან კავშირს. თქვენ გაქვთ 5 გიგაბაიტიანი ტრაფიკი, ასე ვთქვათ, გადაღებული სურათი ავტომატურად აიტვირთება ამ სერვერზე. სიტუაციაზე წაშლის შემთხვევაში ავტომატურად დაგიბრუნდებათ ის ფაილი თქვენს მობილურში. ასევე აღარ საჭიროებს USB კაბელი ჩაერთებას კომპიუტერში, სურათების, მუსიკების გადატანა, ეს ავტომატურად თვითონ აკეთებს. Okay, it's on your calendar for today. Apple-ის ახალი მოდელის ფასი ჯერჯერობით 4999 ლარია. საკმაოდ ძვირი, რასაც მისი ექსკლუზიურობა განაპირობებს. თუმცა როგორც i-ტექნიკში ამბობენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ფასის შემცირება მოსალოდნელია. ახალ iPhone 4S ახლა i-ტექნიკის წარმომადგენელი პირადად გაგვაცნობს. მოგესალმებით ჩვენ სტუდიაში. გაგვაცანი ახალი iPhone-ი, ახალი პერსონალური ასისტენტი, როგორც ჩვენ სიუჟეტში ვნახეთ. გამარჯობათ, მომხმარებელს მინდა ვაცნობო, რომ გაიხსნა Apple-ის ახალი მაღაზია i-ტექნიკი, პიქსელის სავაჭრო ცენტრში, ჭავჭავაძეზე. და ჩვენ ექსკლუზიურად უკვე დღევანდელ დღიდან შეგიძლიათ შეიძინოთ i-ტექნიკში ახალი iPhone 4S-ი, რომელსაც დამატებული აქვს 200-მდე ფუნქცია, რომელშიც ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე იყო პროგრამა Siri, ხმოვანი ასისტენტი თქვენი. მაგალითად, ეხლა შეგვიძლიათ დავტესტოთ, როგორ მუშაობს ეს პროგრამა. Hello, can you read my message? Sorry, I can't do that. უარსაც გვეუბნება. უარსაც გვეუბნება კი, როდესაც არ არის სიმბარათი არტივსიხვა და შესაბამისად ზარი რო არ შემოსულიყო სიმბარათის გარეშე არ შეუძლია. და ეს ფასი 5000 ლარი დაახლოებით, 5000 ლარამდე გვალდება, 1 ლარშია სხვაობა. არის თუ არა, თქვა დაიწერს თუ არა უახლოეს პერიოდში და დაახლოებით სადამდე გეგმავთ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასი კონდეს iPhone-ზე, არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაში. მას შემდეგ რაც ჩვენი კომპანია შემოვიდა ქართულ ბაზარზე, დაახლოებით 30-40% დაიკოვა ზოგადად Apple-ის ტექნიკამ საქართველოში. ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება უფრო ხელმისაწვდომი იყოს Apple-ის ტექნიკა, რათა მეტი პოპულარობა მოიპოვოს საქართველოში და თვითონ ახალი iPhone 4S-იც სულ მალე მოკლე პერიოდში ყველასათვის ხელმისაწვდომი ფასი თუმცა ეს ფასი რომელიც ხარ ეს არის ექსკლუზიური ფასი გამომდინარე იქიდან რომ Apple-ს ახალ iPhone-ზე არის უზარმაზარი მოთხოვა ხალხს აქვს ხალხი დგას რიგებში არიან კარავში
თქვათ, პლედებით და ელოდებიან, როდის შეიძენენ iPhone-ს და თქვენ შეგიძლიათ მობრძანეთ ჩვენ მაღაზიაში ექსკლუზიურად შეიძინოთ კაროების გარეშე, რიგის garaშე ახალი iPhone. ამდენ ერთეულს ელოდებით, რომ ამ ექსკლუზიურ ფასად გაიყიდება? ჩვენ ველოდებით, რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, უკვე არის გვაქვს დატოვილი ტელეფონის ნომრები, ელოდებიან, არის საკმაოდ რიგი და დაახლოებით გეგმავთ, რომ 50-100 გაიყიდება ექსკლუზიურად და შემდეგ მათ ვისაც უნდათ რომ უფრო დაბალფასად შეიძინონ, უფრო დაბალფასი შევთავაზებთ მომავალში. თუმცა მე ნებას დამთავ გამოგართვებ. ანუ მე როგორც თქვათ დილეტანტი ამ სფეროში რაღაც დიდ განსხვავებას წინა მოდელთან ვერ ვამჩნევ. ანუ რაში არის სხვაობა? რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი iPhone-ი ვიზუალურად ხორცდება კამერაში. ვიზუალურად იგივეა, ფაქტობრივად ვერ განარჩევებთ. ერთ-ერთი განსხვავება არის ვიდეო კამერა აქვს მაღალი გარჩევადობის 1080p და 8 მეგაპიქსელი ფოტოკამერა. ასევე დაემატა მთავარი მისი ღირსება არის ახალი პროცესორი, Apple-ის A5 პროცესორი, რომლის მეშვეობითაც მუშაობს ეს პროგრამა. ძველ iPhone-ზე ეს პროგრამა არ მუშაობს Apple-ის A4-ის პროცესორზე. ეს პროცესორი არის ყველაზე სწრაფი smartphone-ებს შორის. ასევე ვიდეო, როდესაც თქვენ გადაიღებთ ვიდეოს, ან ფოტოს გადაიღებთ და შემდეგ ატვირთავთ კომპიუტერზე, ან გაუშვებთ მონიტორზე, ძნელად დასაჯერებელია, რომ ეს smartphone-ის გადაღებული ფოტო ან ვიდეო. კარგი, ძალიან სასიამოვნო იყო Cyrus-ის გაცნობა, სამწუხაროდ ესეთი კატეგორიული და ესეთი გამოდგა, იმედია ქართულსაც მალე ისწავლის და დღესდღეობით კი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მასზე საუბროთ ინგლისურად, თუმცა ძალიან ბევრმა იცის დღესდღეობით საქართველოში ინგლისური, ასე რომ პრობლემა არ არის. შეიძლება შეიქმნას ქართული ვერსიაც ავტომატურად. ქართულ ვერსიასაც ველოდებით, რა თქმა უნდა. კარგი, დიდი მადლობა. მოგების მაღალ მარჟაზე მუშაობა კი, როგორც ირკვევა, არა მარტო ტექნოლოგიების სფეროშია გამართლებული. მაგალითად, უძველესი ვაზის ქართული ჯიშის ქისის გასაყიდი ფასი კილოგრამზე უფრო თანამედროვე ანალოგურ ქაწითელთან შედარებით 3-ჯერ მაღალია და მისგან დაყენებული ღვინოც დასავლეთ